მიმდინარე წლის 27 მაისს ქალაქ თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის სახელწოდებით დიასპორა სამშობლოსთვის ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება გაიმართა. ფორუმი მიზნად ისახავდა სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქართული დიასპორის მიმართ არსებული სტრატეგიისა და პროგრამების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას, ამავდროულად დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას, ერთობლივი გზების დასახვას, თანამემამულეების ცოდნის, პროფესიული გამოცდილებისა თუ პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებისა და საქართველოს განვითარებაში დიასპორის ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეები, საქართველოს მთავრობის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს და თანამემამულეებს სიტყვით მიმართეს ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა. დიასპორის ფორუმის ფარგლებში ჩვენი შეკრება ემსახურება ჩვენი ერთიერთობის განვითარებას და სამშობლოსთან ჩვენი ძვირფასი თანამემამულეების კავშირის განმტკიცებას. საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ბოლო 10 წლის განმავლობაში თვისობრივად შეიცვალა ქართული დიასპორის შესაძლებლობები. მათი ხელშეწყობისთვის სახელმწიფო მუდმივად ახორციელებს საგრანტო პროექტებს. ყველა ნაბიჯი, რასაც სახელმწიფო დგამს, მიმართულია ერთი მიზნისკენ. ჩვენს თანამემამულეებს შეუნარჩუნოთ ქართული იდენტობა, სამშობლოსთან და ქართულ კულტურასთან მაკავშირებელი ძაფერი. მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, ხალბატონ საგარეო საქმეთა მინისტრს, საპატრიარქოს ტახტის მოსახლე, სენაკი და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს შიოს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მოგესალმებით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ბატონებო და ქალბატონებო. წარმოვაჩენთ ჩვენს ქვეყანას, თქვენ ახართ ელჩები და საქართველო მდიდარია თავისი კულტურით, თავისი ისტორიით, თავისი წარმომავლობით და ნამდვილად გააქვთ იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ლევანდელ დღეს, მადლობა მინდა გადავუხადოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩვენს ხელისუფლებას იმისთვის, რომ ძალიან ნაყოფიერად და მნიშვნელოვან საკითხებს ავითარებს ჩვენს დიასპორასთან ერთად და ეს პროცესი დარწმუნებული ვარ, უფრო მჭიდრო გახდება. ვიყოთ ჩვენი სამშობლოს მოყვარულები, სადაც არ უნდა ვიყოთ, სამშობლოთან უნდა გვდევდეს ყოველთვის და მით უმეტეს, როცა ვარ საზღვარგარეთ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ დამერწმუნებით, რომ აბსოლუტურად სხვა განცდებით ხარ და მე უფრო შეიგრძნობ თუ რა სიმდიდრეს ფლობს, რა მნიშვნელობა აქვს, როცა ხარ ქართველი და როცა გაქვს ასეთი ისტორია. მთავრობის მხრიდან დიასპორასთან ურთიერთობას ბატონ ირაკლი კობახიძეს ვთხოვ. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. სახელმწიფო ძალისხმევა მომავალში იქნება მიმართული ისეთი პროგრამების განხორციელებისკენ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება. მე მინდა მადლობა გადავუხადოთ საზღვარგარეთ ცხოვრებს, ჩვენს თანამემამულეებს, ქართულ სათვისტომოებს, ქართველ სამრევლოებს და ქართულ კულტურულ ასამბლეებს. ფორუმის ოფიციალური გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა მუშაობა გააგრძელეს შემდეგ თემატურ ჯგუფებში. პირველი განათლება და კულტურა, ჩვენი იდენტობა მსოფლიოში, მეორე ბიზნესი და ეკონომიკა, დიასპორის პოტენციალი, ინვესტიცია საქართველოს მომავლისთვის და მესამე ახალგაზრდობა და დიასპორული მედია, დიასპორის ხმა. იმ სცენაზე ის ანთებული ქართული სული, ქართული გენი, ქართული ღირებულებების ზეიმი, ამ იქ დაბადებულ ახალგაზრდებში, პატარებში
ეს იგრძნობა და კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ მასწავლებლს, თითოეულ ქორეოგრაფს, თითოეულ მღვდელს, ვინც იქ ცდილობს რომ შეუნარჩუნოს ამ ბავშვებს და ამ ახალგაზრდებს ეს ქართული ნიჭიერება. კიდევ ერთხელ მადლობა და იცოდეთ ყველამ, ვინც ეხლა გიყურებთ საზღვარგარეთიდან რომ სახელმწიფო ზრუნავს თქვენზე. სახელმწიფო აქცენტირებულია რომ თქვენ მშვიდობიან საქართველოში დაგაბრუნოთ. ამ სოფლიო გადანაწილებაში ჩვენ ვცდილობთ რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ის გავაკეთეთ. და ამაზე უნდა დააშენდეს შემდეგ უკვე ეკონომიკური განვითარება და კონკურენტული სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენ ამას ვაკეთებთ და თქვენი დახმარებით ჩვენ ამას მივახცევთ. გაიხარეთ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური მიწვევით დიასპორის ფორუმზე საპატიო სტუმრებს შორის, როგორც მომხსენებელმა ბიზნესსა და ეკონომიკის საკითხებისადმი მიძღვნილ თემატურ ჯგუფში, მონაწილეობა მიიღო თურქეთში მცხოვრებმა, წარმოშობით ქართველმა კომპანია ჯეოლივის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პროექტის ინიციატორმა აჰმედ ქაჰრამან გოგროჭაძემ. თურქეთში მოღვაწე სხვა ქართველებთან ერთად მას უდიდესი წვლილი მიუძღვის გრანდიოზული პროექტის, საქართველოში ზეთისხილის კულტურის შემოტანასა და წარმოების შექმნაში. მოხსენების შემდეგ კომპანია ჯეოლივის წარმომადგენელს გადაეცა ჯილდო.